ეთერშია საბავშვო მუსიკალური გადაცემა სტუმრად ბემბისთან. მე კი გახლავართ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ეკა მერაბიშვილი. დღეს ჩვენი სტუმრები გახლავთ მარიამ ჩაჩანიძე და ლიზი ჯანელიძე. მოგესალმებით გოგონები. მოგესალმებით, ვარ მარიამ ჩაჩანიძე 11 წლის. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ. მიხარია რომ დღეს აქ თქვენთან ერთად ვარ და დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ. მე ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა გოგონებო. აქვე დავცენ ბავშვებო რომ მარიამ და ლიზა არიან ბავშვობის მეგობრები, საბავშვო ბაღიდან ერთად მოდიან და სხვადასხვა წრეებზეც ერთად დადიოდნენ. მოდით ახლა დაგისვამთ კითხვას. აი, საიდან იწყება თქვენი მეგობრობა, როგორ დაიწყო და რა წრეებზე დადიხართ, რით ხართ დაკავებული? ერთად ჩვენ დავდიოდით ცეკვაზე, მაგრამ ამ მომენტში ერთად ჩვენ დავდივართ უცხოენასა და სიმღერაზე. ხოლმებიდან გამომდინარე მე ვხვდები რომ თქვენ ხალხურ სიმღერაზე დადიხართ. დიახ. მარიამ ჩაჩანიძე უკვე ნამყოფია ჩვენს გადაცემაში ერთხელ სტუმრად თავისი არაჩვეულებრივი ნამუშევრებით და მუსიკალური ვიდეოკლიპით. სიმღერით შოკოლადში გავცვალე და ვიცი მარიამის შესახებ რომ მარიამი იყო სტუდია ბემბის მოსწავლე პატარა ასაკში და აი შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება, თქვენი მუსიკალური ცხოვრება, შემოქმედებითი მხარე, თუ შეიძლება რომ ამაზე მიამბოთ და მოდი ჩვენს პატარა მაყურებელს შევახსენოთ რა ჟანრში ხატავ. ჩემთვის უკეთესი და უფრო მიმზიდველი ჟანრია ფერწერა და დღევანდელი ნამუშევრებიც ფერწერაშია, ხო როგორც ვიცი. რამდენიმე ახალი ნამუშევარი მოვიტანე დღეისთვის, რომელსაც წარმოადგენ. და აუცილებლად ნახავთ ჩვენი პატარები. და რაც შეეხება სიმღერას, გაგოცანით თქვენი ხელმძღვანელი. ხათუნა ყაზიშვილი. ხათუნა ყაზიშვილი. მივესალმოთ თქვენს პედაგოგს და მინდა რომ ვუსურო მრავალი წარმატება თავის მოსწავლეებთან ერთად. და აქვე მოდი გითხარით, რა სიმღერა მოგვიტანეთ დღეს, როგორ ქვია თქვენ სიმღერას? დღეს ჩვენ შევასრულებთ სიმღერას ორუდილი დება. ძალიან საინტერესოა გოგონებო, ჩემი პატარები ალბათ დადგმდებიან ჰანგებით. ახლა მოდი ლიზა გაგვეცანი, მინდა რომ უფრო კარგად გავიცნო შენი შემოქმედებითი მხარე. რა გატაცება გაქვს ცხოვრებაში? ან რა ჰობი გაქვს მაგალითად? აი, საქმიანობა რომელიც გიყვარს მაგალითად, მე ძალიან მიყვარდა ბავშვობაში. ბავშვობო კერვა, ქსოვა, ძალიან მიყვარდა ხატვა. რა ვიცი, ალბათ სიმღერა. არა, სიმღერა რომ მოგწონს, აქ ძალიან კარგად ჩანს, იმიტომ რომ სიმღერით მომიბრძანდით დღეს გადაცემაში. კარგით, ანუ სიმღერის გარდა არაფერი გიტაცებს ამის თქმა გინდა? არაფერი. ლიზა, როგორ სწავლობ სკოლაში? აგად ვსწავლობ, ძალიან მიყვარს სწავლა. და ჩვენს პატარებსაც უთხრათ, რომ აუცილებლად ბევრი უნდა ისწავლონ იმისთვის, რომ ბედნიერი და ლამაზი მომავალი ჰქონდეთ და იყვნენ ცხოვრებაში რეალიზებულები. მარიამ, დაგიბრუნდები შენ. გარდა იმისა, რომ ღერი ამ ეტაპზე, მე ვიცი, რომ ცეკვაზეც დადიხარ. ამ ეტაპზე მე ცეკვაზე აღარ დავდივარ, მაგრამ ეხლა დავდივარ ინგლისურ ენაზე. მინდა რომ უფრო კარგად დავეუფლო ამ ენას და ასევე დავდივარ ხატვაზეც. ესე იგი ხატვას არ ვაკატობ ასე ვთქვათ და მინდა უამრავი წარმატება გისურვოთ გოგონებო და იქიდან გამომდინარე რომ თქვენ დიდი ფრის მეგობრები ხართ, ალბათ რაღაც კურიოზები, ამბები გექნებათ, ისეთი მხიარული ამბები და შეიძლება უამბეთ ჩემს პატარებს. ერთხელ მარიამის სახლში ვიყავით, სტუმრები ჰყავდა ჩემს გარდა და მათ ვთხოვეს რომ დაგვეკრა ფანდურზე. ჩვენ ასე ხშირად არ ვკრავთ ხოლმე ფანდურზე ხალხმრავლობას. ესე იგი მე დროს უთმობთ თამაშსა და გართობას და ალბათ ჯუგჯუგებთ ერთმანეთში. უმეტესად ასე ხშირად არ ვკრავთ ხოლმე და მე მარიამის ძმას შევთავაზეთ რომ თუ დავუკრავდით, შემდეგ ვიყიდი და შაურმებს. რა სამყობთ? შაურმა გიყვართ? გაგვთანხმდა, ჩვენც დავუკარით და მათ შესრულა პირობა. ხატვაზე ხო? ესე იგი, გამოიყენეთ შანსები, თქვენი შემოქმედება გამოიყენეთ იგისათვის. ამის შემდეგ როცა უკვე სადმე გვეუბნებია რომ დავუკრათ, რამეს ვითხოვთ პირველ რიგში. მე ისე არ უკრავთ ესე. რა ჭკვიანები ხართ? კაი, მარიამ, შენ რას მოგვიყვებია? ვარითი გაგომხიარულებ. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, საჭიროებს ბევრი გვაქვს და სალაპარაკოც ახლა ილევა. ასე რომ, როდესაც ყოველთვის გაკვეთილზე ვლაპარაკობთ, ესე იგი გაკვეთილზე არ ისვენებთ და ცელქობთ ხოლმე ამ ხელა გოგონები კიდე. მერე
გაკვეთის ზედაზესაც ყოველთვის ვლაპარაკობთ, ყოველთვის გვსაუბრენ და ზოგმასწავლებლებს უკვე დამახსოვრებულიც კი აქვს, რომ ყოველთვის ვლაპარაკობთ. ცალკე გვსვამენ ხოლმე, ერთი ალთას, მეორე ბალთას. მერე ზოგმასწავლებლებს რომ დამახსოვრებული აქვს, უკვე შემოვიდა და პირდაპირ მაგას ეუბნებიან, რომ გადადით. სანამ გაკვეთილი დაიწყება, თქვენ უკვე ცალ-ცალკე გვსვამენ? ასეთი ცუდი სახელი გაქვთ ესე იგი. ჯორი განა გოგონები, ვერ ისვენებთ ესე იგი. მოდი მე ერთ ამბავს მოვყვები სხვათა შორის, ცეკვას რო ვასწავლიდი, მოყვარულების ჯგუფი ყოველთვის მყავდა და მერიკუნა, მარიკუნა, ასეთი გოგოები ალბათ ეხლა მიყურებენ კიდეც და გაიხსენებენ ამ ამბავს. თქვენ ხო გაკვეთილზე ზიხართ გვერდი-გვერდ და ჭუქჭუკებთ ერთმანეთში, ნუ ეს ამაში ხა გასაკვირი არაფერია. ეს პატარა გოგონები ერთმანეთში საუბრობდნენ ცეკვის დროს. ესე რიგში რო იდგნენ, თან ცეკვავდნენ და თან ერთმანეთს ესე ეჭურავებოდნენ ცეკვით საუბრობდნენ და მე ცალ-ცალკე ვაყენებდი ხოლმე. ეხლა უკვე დიდი გოგონები არიან, შვილები ყავთ, ძალიან წარმატებულები და ძალიან ლამაზები არიან და სხვათა შორის მერიკუნა, მარიკუნა ასეთი სიმღერაც მიუძღვენი მათ. თქვენი ისტორიაც ალბათ ახალ სიმღერას დამაწერინებს მოჭუქჭუკე გოგონებზე და ასეთ ნიჭიერებზე, როგორიც თქვენ ხართ. მოდით ახლა შევასრულოთ სიმღერა ორუთილი დელა. მოვისმინეთ სიმღერა ორუთილი დელა. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩემო პატარებო, ეს ულამაზესი გოგონები სიმღერით ჩიკორიკო თუთიყუში. მოგესალმებით გოგონებო. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ძალიან ლამაზები ხართ ჩემო ფერიებო და ვიხარია რომ თქვენი პატარა თუთიყუშიც თან მოიყვანეთ. ძალიან ლამაზი და ფერადია. მოდით წარუდგინეთ თქვენი თავი ჩვენს პატარებს. ნუცე შოგირაძე 8 წლის. მელანია მარქანაშვილი 7 წლის. სასიამოვნოა ჩემო პატარა პრინცესებო და მითხარით რომ სტუდიაში დადიხართ. ბემბი. სტუდია ბემბი. სტუდია ბემბიში. მოდით ვთხრათ ჩვენს პატარებს, რატომ შევარჩიეთ სიმღერა თუთიყუშზე? იმიტომ რომ ძალიან გვიყვარს თუთიყუშები. მელანია, მე როგორც ვიცი, შენც გყავს სახლში თუთიყუში, ხო? დიახ. და რა ქვია თქვენს თუთიყუშებს? მოდით მითხარით, აბა სახელები. მელანია, შენ მითხარი. კოტე. კოტე ქვია. და ვისი იდეა იყო რომ კოტე დაარქვით? მამა. მამიკომ შეარქვა. თუთიყუშზე გვიანბე, როგორია შენი თუთიყუში? ჩემი თუთიყუში ძალიან ფერადოვანია, ნაზია და ძალიან მიყვარს. შენ რას გვეტყვი, ნუცა? რამდენი თუთიყუში გყავს მხარი ჩვენს მაყურებელს? 3. 3. და ამათ ჩიქჩიქს როგორ უძლებ აბა მითხარი, ხმაურობენ თუ ძალიან ჭკვიანები არიან? ძალიან ჭკვიანები არიან, და რა ქვიათ? არ ხმაურობენ ეს? რიო, ჩიო და ჩარლი. როგორ ჩარლი? რიო, ჩიო და ჩარლი. რიო, ჩიო და ჩარლი? რიო, და ეს სახელები საიდან მოიფიქრეთ? ვინ საიდან?
რა და იცი ვინ დაგვეხარ მარა ვინა გეხმარათ? ტელევიზორმა უი, რა საბობთ ტელევიზორში მოისმინეთ? მე? გმირებიდან დავარქვით ეგ სახე რა საინტერესოა. ხედავ რა ყურადღებიანები ყოფილხართ. კარგია, სხვათა შორის უცხო სახელებია ძალიან. მე არც მომისმენია. ჩარლი კი, მაგრამ რიო, ჩიო არა. და მოდით ახლა მითხარით, როგორ უვლით თქვენს თუთიყუშებს? ჩვენს თუთიყუშებს უვლით კარგად არა, კარგად რო უვლით ვიცი, მაგრამ მაინც ვინ უვლის სახლში, შენ თუ დედიკო უფრო ზრუნავს მათზე? თედიკო, მაგრამ მე პატარა ვარ და ვერაჭი. პატარა ხარ? და εσύ საკენკს ვერ უყრი, ასე ძნელია. საკენკი შემიძლია, მაგრამ გარის განწმენდა ვერა. გაწმენდა გასუფთავებას ვერ ახერხებ, არა უშავს, დედიკო მოგეხმარება. აბა მითხარით, ახლა თქვენ თუ იცით მელანია, როგორ და რას მიირთმევენ თუთიყუშები, ყველაზე მეტად რა მოსწონთ? საკენკი. საკენკი, კიდევ? საკენკი და სერვიჭი. ზესუმზირა და კიდევ რა? თბილი. მიწის თბილიც? უში ეგ არ ვიცოდი. რა სამბობთ? მე ვიცი რომ ეჭმება ცარცი, აუცილებელიაო, მათი კონტროლანი სისტემისთვისო. ერთი რაღაც ვიცი. აბა ცარცი იცი როგორ შეგიძლია კიდე გააკეთო. აბა როგორ თქვი ჩვენს პატარებს? ანუ კვერცხს რო გატეხავ ის ხო არის რა ქვია გარედან ერცხის ისე დაფრქვი და ეგ არისო. მოუყრის ეჭმაზე და ეგაა ცარცი. ნუ მოკლედ ესე იგი ორი ფუნქცია აქვს თქვენს ოჯახში კვერცხს. ერთი რო კვერცხს შეეწვავთ და შემდეგ რაც მორჩება, გარეცხავთ, გააშრობთ და გქობთ და მიირთმევენ პატარა თუთიყუშები და იძლიერებენ კუნთოვან სისტემას. დაჭკვიანურია. აი მაგაზე მე არ მიფიქრია, მე პირდაპირ ყიდულობდი ჩემი თუთიყუშისთვის ცარცს. რა გალიაზე? ხონდა დამაგრებული დიახ. კარგით, ახლა მითხარით, კიდევ მე გავიგე, რომ რაღაც ბოსტონეულს მიირთმევენ თურმე თუთიყუშები და ეს არ ვიცოდი. ამე ჩამოთვალეთ თუ იცით, მე აღარ ჩამოვთვლი. ბულგარული წიწაკაც შეუძლიათ შეჭამო. ბულგარული მანოვან თუ უყველაფრო სტაფილო სტაფილოც? მოხარხჩული კვერცხით შეუძლიათ. აი უყველაფრო. მოკლედ შენი თუთიყუშები აშკარად ყველაფერს- ქეიფობენ სახლში მოკლედ რა? ეკეიფობენ. სამნი მარტო კაცი ჭამაშიც კი ცოდულაო, ხო? და ესე იგი შენს თუთიყუშებს ეს პრობლემა არ აქვს. სამნი არიან და სულ კეიფში ყავს მოკლედ. კი ძალიან მიხარია ჩემო პრინცესა, ეს ლამაზი გოგო ხარ, ეს ლამაზად უვლი შენს თუთიყუშებს. მელანია, მოდი ახლა ვითხარი, რა სიახლეებია თქვენ შემოქმედებაში და რა საპირებთ მომავალში? ჩვენ სტუდენტებში მესამე თვეა დავდივართ. ესე იგი სულ ახლა ხანს შესულხართ სტუდიაში და მოხწონთ? აი სასწავლო პროცესი. სასწაულად მოგწონს. სასწავლო პროცესი მოგწონთ ხო ალბათ? გამებს მღერით, მეტყველებაზე მუშაობთ, საესტრადო სიმღერებს სწავლობთ. საინტერესოა ხო ალბათ თქვენთვის გიყვართ სიმღერა ძალიან. ისე ძალიან ლამაზები ხართ და სცენა ნამდვილად მოგიხდებათ ჩემო ლამაზებო. მინდა მოგილოცოთ ეს დებიუტი, მე როგორც ვიცი ეს პირველი სიმღერაა თქვენთვის და მრავალი ლამაზი სიმღერა ჩაგეწეროთ. ასეთი კარგი და ლამაზი გოგონები ხართ, მოდით უთხრათ ჩვენს პატარებს, აი სკოლაში როგორ სწავლობთ? სკოლაში სულათიანებს. სულათიანებს სწავლობთ თითქმის. 10-იანებზე სწავლობთ. და მეგობრები ხართ ხო? მე როგორც ვიცი ერთ კლასში სწავლობთ. დიახ. და თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? პატარა ტელემაყურებელს ვუთხრათ, როგორები უნდა იყვნენ გოგონები? თქვენი აზრით. ნაზი. მე ალბათ მელანია, მოდი ჯერ შენ მოგისმენ. ლამაზები. ნაზები. უიანები. მოწესრიგებულები. როგორ ჭკვიანი გოგო ხარ ყოჩა. შენ რას დაამატებდი ნუცა? ძლიერები. ძლიერები უნდა იყვნენ გოგონები. გეთანხმები ნამდვილად. კიდევ თქვენსავით ლამაზი ფერიები უნდა იყვნენ, ნაზები და ქალურები, ხო? ოღონ ძლიერები ცხოვრებაში. მოდი მე თქვენ გისურვებთ, რომ ძალიან ძლიერები, ძალიან წარმატებულები ყოფილიყავით ცხოვრებაში და თუ კი რაიმე ლამაზი ოცნება და სურვილი გაქვთ, ყველა აქ სრულებოდეთ. დღეს პირველად ხართ ჩემთან გადაცემაში, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემთან. მინდა ვისურვო, რომ მრავალჯერ მესტუმროთ გადაცემაში. ხომ შესაძლებელია ახალ სიმღერას რო ჩაწერთ აუცილებლად მესტუმრებით. პირდებით? დიახ. დიახ, წარმატებებს გისურვებთ და მოდით ახლა შევისრულეთ სიმღერა ჩიგორიკო თუთიყუში. Chico,
რა გინდა? ეს ჩემ ჩუქსია. არ მიყრა? ბრუნდებით ეთერში და მინდა წარმოგიდგინოთ სტუდია ბემბის ლამაზმანები, ევგენია პეპანაშვილი და ნენე ნონიკაშვილი. თქვენთვის კარგად ნაცნობი პატარა მულერლები სტუდია ბემბიდან. მოგესალმებით გოგონებო კიდევ ერთხელ. როგორ ბრძანდებით? მოგესალმებით. კარგად. რა სიახლით მოხვედით ჩვენთან? ახალი სიმღერით ია. ია ქვია თქვენ სიმღერას და ალბათ გაზაფხულზეა, ხო? დიახ. მოდით გითხარით, გაზაფხულის სეზონი რითია გამორჩეული? რა არის განსაკუთრებული გაზაფხულში? გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, თბილი ამინდები დგება, ატარებს გვიხარია ძალიან. ბევრს თამაშობთ გარეთ. მოდი მითხარით გოგონებო, რა ყვავილები ხარობენ გაზაფხულზე? ია, ყოჩი ვარ და ვარდები, ვირილები. გეთანხმებით. მოდით ახლა მითხარით, ყველაზე მეტად რომელი ყვავილი მოგწონთ? ია. მე სახში ქოთნებში სხვადასხვა ფერის ია მაქვს. და უვლი ხოლმე უსხამწყალს, ხო? ყოჩა ძალიან კარგი გოგო ხარ, მეც მიყვარს ძალიან ყვავილების მოვლა. ევგენიაში რას გვეტყვი? გავს სახლში ყვავილები? მე სახში და ეზოში მაქვს ვარდები, ყოჩი ვარდები და იები. და ვინ უვლის ამ ყვავილებს? მე. შემოვლი ძალიან კარგი და აი უთხარი ჩვენს პატარებს, როგორ უნდა მოუაროთ ყვავილებს გაზაფხულზე? წყალი არ უნდა მოვაკნოთ. გეთანხმებით ჩემო ლამაზო, აბა ეხლა მითხარით, როგორ შეარჩიეთ სიმღერა ია? ის იდეა იყო. ჩვენ ამ სიმღერის ახალი ვერსია ჩავწერეთ. მე ძალიან მომწონს ეს ვერსია. კარგით, მოვისმენთ აუცილებლად ჩემს ტელემაყურებელთან ერთად. ევგენია პეპანაშვილი და ნენე ნონიკაშვილი სიმღერით მე ია ვარ. Sweet mama, this bitch bangs
მადლობა ჩვენს პატარა ფერიებს არაჩვეულებრივი სიმღერისთვის. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ნია ახალაია და ნია ბულია. მოგესალმებით ჩემო ლამაზებო. მოგესალმებით. რა სიმღერით მოგწანდით ჩემს გადაცემაში? კუნაცა ასე ქვია თქვენ სიმღერას. ეხლა მითხარით თუ გინახავთ ცხოვრებაში ნამდვილი კუ. კი. როგორია? უთხარით ჩვენს პატარებს. ლამაზია? ასე რაფერია ხოლმე კუ? აი რაფერი გინახავთ? მწვანეც არის, შავიც არის. გეთანხმებით, კინოც მინახავს, ავისფერიც მინახავს. და აბა მითხარით ახლა კუს როგორი ზურგი აქვს? შავი. ძლიერი, ხო, ძლიერი, ქვასავი. ხო, და რისთვის არისო ესე ქვასავითო ეს ზურგიო? თავი დაიცვას. ხელები და ფეხები. რო რაქნას? ხელები და ფეხები? არა, მოდი ასე ვთქვათ, რომ თავი დაიცვას, გეთანხმები ნია და მოდი ვთქვათ, როცა თავის დაცვა უნდება კუს, რა შვება? ხელს, ფეხს და თავს სად მალავს? ზურგში მალავს. ზურგი აქვს როგორც ფარი, ხო? და მეთანხმებით? მისთვის დაცვა. კარგით, ეხლა მითხარით, თუ იცით კუს როგორი მოვლა ჭირდება? მოვლა ადვილია. აი რა სჭირდება, რა სჭამს თუ იცით? უჭამს ვას და მსხალს და მინდორს ბალახს. იკვეთება ბალახით? წიწკნის კალმა? ბალახს. საინტერესოა. მე ამდენი არ ვიცი. მოდი ნია გადმოვალ შენთან კითხვით. შენ უკვე მესამედ სტუმრობ ჩემს გადაცემას და მითხარი იმ სიახლეების შესახებ, შენ შემოქმედებაში რაც ხდება. ეს უკვე მეოთხე სიმღერა, რაც ჩავწერე. კიდევ ვაპირებ ახალი სიმღერების ჩაწერას. წარმატებები მინდა გისურვოთ ჩემო ლამაზო და მითხარით ახლა ეს კუნაცა სიმღერა როგორ შეარჩიეთ? იმიტომ რომ კუ გვიყვარს. კუ ძალიან ლამაზია და კუ გვიყვარს. კარგით, ნია, როგორ აღმოჩნდა კუ შენს სახლში? ჩემმა ახლობელმა მაჩუკა. და დიდი ხანია რა ჩვენთან ცხოვრობს? დიახ. და ერთი მითხარი, სად ყავს ხოლმე, როცა შენ გძინავს კუ? კუ სახლში მყავს. როცა მე ვიძინე, ყუთში ვსვამ და იძინებს. ისიც იძინებს, ხო? დიახ. ნამდვილად იძინოს ძინავს ღამით? არ გაიფარება ხოლმე? კი თავი ყუთია და მალ თავის სახლი უნდა ვიყიდოთ. გასაგებია გოგონებო ჩემმა პატარა მაყურებელმა გაიგო როგორ უნდა მოუვარონ კუს. ახლა კი მითხარით, ერთი კითხვა მაქვს დღეს ყველასთვის. როგორები უნდა იყვნენ გოგონები? ნაზი, ლამაზი, ინტერესები. ფერიები უნდა იყვნენ გოგონები, ნაზი. ინტერესნაირი. ბიჭები როგორები უნდა იყვნენ? ვაშკაცურები. ვაშკაცურები. შენ რა სიტყვი ნია? სიმპათიურები. სიმპათიურები უნდა იყვნენ და კიდევ? ჭკვიანები და გონიერები ალბათ დამეთანხმებით. კარგად უნდა სწავლობდნენ, ხო? დიახ. პატარა თაობას ვუსურვოთ კარგი სწავლა, განათლების მიღება და უამრავი წარმატება და ნამდვილად გოგონებს ვუსურვოთ რომ ფერიები ვიყვნენ, ბიჭები კიდევ ძალიან ვაშკაცურები და სიმპათიურები, როგორც ჩვენმა ნიამ თქვა. გისურვებთ უამრავ წარმატებას. ახლა კი მოდით გვიმღერეთ სიმღერა კუნაცა. ნია ახალაია და ნია ბულია სიმღერით კუნაცა. მამამ ფოთი მოიტანა ვარდისფერი ლენტებით დაბადების დღეა ჩემი სიმღერით გეფერებით სასაჩუქრე ყუთში მოსჩანს პაწაწინა ფეხები სახლი და ზურგით პატარას მივიხდება მიხვდებით კუ სადა ხარ ნაცა ჩემო პატარა მოდი ერთად ვითამაშოთ ან ხაბი ხარ ან არა ზურგი შავი როგორც ფარი მისთვის დაცვა და თან სახლი არის ჩემი მეგობარი ნაცოქია სახელად მთელი დღეა დავდებედებ რა ვქნას უმემალება ადგები და ყუთში ჩავსვა პატარას ვეღარ გამეპარება კუ სადა ხარ ნაცა ჩემო პატარა მოდი ერთად ვითამაშოთ
ჩემთან ერთად იძინებს თავს და ხელფეხს ფარით იცავს ნეტავირას მიპირებს დილ ნახე ამონძვრალა სასაჩუქრე ყუთიდან გონია რომ გარბის ბაწაწინა ფეხებით რასულელი ყოფილა კუკუ კუკუ სადა ხარ ნაცად შემო პატარა მოდი ერთად ვითამაშოთ ან ხო მიხარ ან არა კუკუ კუკუ სადა ხარ ნაცად შემო პატარა მოდი ერთად ვითამაშოთ ან ხო მიხარ ან არა კუკუ კუკუ სადა ხარ ნაცად შემო პატარა მოდი ერთად ვითამაშოთ ან ხო მიხარ ან არა მოდი ერთად ვითამაშოთ ან ხო მიხარ ან არა დავბრუნდით ეთერში და ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ სტუდია ბემბის პატარა აღსაზრდელები ანა ნონოზაძე, ნილა შერმადინი და ნინი ჩადუნელი. სიმღერით უხინდენი საქმე გაქვს. მოგესალმებით გოგონებო, მიხარია რომ ჩემთან ხართ სტუმრად. გამარჯობათ აბა მითხარით გოგონებო, თქვენი სიმღერა რაზეა? ჩვენ დღეს დედიკოებზე რა დედიკოები ხო და როგორი დედიკოები არიან? ძალიან საქმიანები ანანო? აბა მითხარი შენი დედიკო რა საქმეებს აკეთებს სახლში? მოდი ვთხარი ჩემს პატარებს. უთოვავს უთოს ხმარობს რაო, აუთავებს? მერე ბახში რომ მიდივარ კიდევ რას აკეთებს? ბახში დედიკოს მიყავს ხოლმე? ბეტავს კიდეც. დედიკოს რამდენი საქმე გონია? ბევრი. ბევრი. და შენც მიყავს ხო სამავშო ბახში? და კიდე წმიდავს ხომე მინდავს ხოლმე, რა კიდე საქმეა? ლეცხავს უი, რა სამობ და შენი ხმარები ხოლმე დედიკოს? როგორი ხმარები ხა მოუხები ჩვენს პატარებს? მე ლოგივატორებ ხომე მე და რა საყვარელი ხარ? შენი ძამიკოც გეხმარება და ისე, ხო? და მე დედიკოს როგორ ხარია ხოლმე, რას გეუბნება დედიკო? კაი გოგო ხალო და კაი ბიჭი ხალო ოი, რა საყვარელი შვილები ყოლია შენს დედიკოს, ასე რომ ეხმარებიან. გაიგეთ ბავშვებო, ესე იგი თქვენც უნდა მიეხმაროთ თქვენს დედიკოებს საქმეში, რომ ცოტა გაუადვილოთ ცხოვრება. მოდით ახლა აბა, ნილა მეტყვის, შენი დედიკო რამე საქმეს აკეთებს, მოდი მოგვიყევი. დედიკო საჭმელს გვიზავდებს საჭმელს გიმზადებთ. აბა მითხარ, ესე იგი კაი კულინარი დედიკო გყავს, ხო? ეხერხება სადილების გაკეთება. აბა მითხარი ახლა კიდევ რა საქმეს აკეთებს შენი დედიკო, რაო, ვინ ზრუნავს? ასუფთავებს ყველაფერს და კიდევ ვიზე ზრუნავს ჩვენს პატარა ტელემაყურებელს უთხარი. მე ვიცი რომ შენ პატარა დაიკო გყავს, ხო? კი და ზრუნავს შენ პატარა დაიკოზე და თუ ეხმარები ამ ზრუნვაში დედიკოს შენ. ბეხმარები დაიკოს აღზრდაში როგორ ეხმარები? თუ ეთამაშები ხოლმე შენს დაიკოს და დედიკოს ეუბნები, დედიკო წადი შენ დაისვენე, მე გავართობ ჩემს დაიკოს. ასე ეუბნები ხოლმე? და რას თამაშობთ ხოლმე შენს დაიკოსთან ერთად? თამაშებ ხოლმე და მიყვარს ძალიან გიყვარს შენი დაიკო? და ყველაზე მეტად რა თამაში გიყვარს? ახაც თამაშობ ხოლმე რას? და ჯუჭნის თამაშობ ჭურჭლით ერთობით? ესე იგი თქვენც კარგი კულინარები გაიზრდებით დედიკოსავით. აბა მითხარი ნინიკო, შენი დედიკო რამდენ საქმეს აკეთებს? წინდა სასუფთავებს გვის და მაგიდა სასუფთავებს ხოლმე და აი შენთვის თუ სწალია ამდენ საქმეში დედიკოს, აი ეს გითხარი. არ სწალია შენთვის? ესე იგი შენ გინდა თქვა რომ ნაკლებ დროს გითმობს ვიდრე გინდა, ხო? ჩვენ დედიკოებს ხან არ გვცალია მართლა პატარებისთვის. იმდენი დრო არ აქვს როგორც თქვენ გინდათ. ჩემ შულსაც უნდა სულ გავართო, სულ გასართობ ცენტრში ვიაროთ, სულ ვეთამაშო, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დედიკოებს ბევრი საქმეები გვაქვს და სხვა გზა არ გვაქვს, ხო უნდა გავაკეთოთ. ხო? ამიტომ პატარებს კი არ უნდა გეწყინოთ, უნდა გავუგოთ ჩვენს დედიკოებს და უნდა რა ვქნათ? მივაფერო და კიდევ რა უნდა ვქნათ? და მოვაფერო და ჩავეხო
დაამეხმა. მე ძალიან მიყვარს გადაცემაში, მაგრამ ვიღა დაბადების დღე ვარ, კლასი დაბადების დღე იყო. აი, გადაცემაში აი ვიყავი და იმასაც ამაში კაბა და ტორტი შეწავენ და ყველაფერი შევწავეთ. და მე დავეჭე. შეხედე შენს დედიკოს კიდევ მეტი დრო ჰქონია დაბადების დღეებზეც გატარებს, ხო? ესე იგი, დედიკოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ლამაზი პატარა პრინცესები ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ. აბა რომელს გიყვართ ახლა ძალიან დედიკოები? მე გიყვართ, მოდი ვთხარი თქვენს დედიკოებს. ანანო, შენ ვთხარი დედიკოს. დედიკო მიყვარხარ და აი როგორ გიყვარს ის ვთხარი, აბა? ძალიან კოცნი ხომ და ვეხუტები ხოლმე. რა საყვარელი და თბილი გოგო ხარ შენილა. ჩვენი ეთერის საშუალებით ვთხარი დედიკოს, როგორ გიყვარს და გეცვირფასება დედიკო. რა ქვია შენს დედიკოს? ნინო. და ვთხარი შენს ნინიკო დედიკოს, აბა? რა გაქვს სათქმელი? გეფებ და მიყვარს. ნინიკო, შენც ვთხარი დედიკოს ჩვენი ეთერის საშუალებით, როგორ გიყვარს? რას გრძნობ? დედიკო მიყვარს ძალიან კოცნი და გეხუტები. ამ სიმღერაში ანგიწვი დედა. გაიგეთ დედიკოებო, ჩვენს პატარებს ძალიან უყვარხართ და სახლში ესე იგი როგორც ჩანს ძალიან ბევრს გეფერებიან, ძალიან თბილი პრინცესები მყავს მე სტუმრად დღეს და მოდით ახლა თქვენ შევისრულეთ თქვენი ლამაზი სიმღერა. დედიკოებზე უხიმდენი საქმეა. სტუდია ბემბის აღსაზრდელები სიმღერით იმდენი საქმეა. ბრუნდებით ეთერში და მინდა წარმოგიდგინოთ სტუდია ბემბის სოლისტი დანიელ პიტერი. მოგესალმები დანიელ. მოგესალმებით. რა სიმღერით გვესტუმრეთ გადაცემაში? ჩემ სიმღერას მოგიტაც ქალაუ, ასე ქვია. როგორც ხვდები, შენი სიმღერა ფოლკლორის ჟანრს ეკუთვნის. თუ გიყვარს ფოლკლორი? დიახ. ქართული ხალხური სიმღერა თუ მოგწონს? დიახ, მე ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა და ქართული ცეკვაც.
ცეკვაზე დავდივარ ანსაბლ ლომიში. ცეკვაც ისე გიყვარს როგორც სიმღერა. დიახ. დანიელ, შენ სიმღერას ქვია მოგიტაც ქალავ. შეუღრებული ყავს? არა. როგორი გოგონები მოგწონს მაშინ უთხარი ჩვენს პატარა ტელემაუღრებელს. აი გოგონები როგორები უნდა იყვნენ? შენ რომ მოგეწონოს ისეთი. ლამაზი. ყოჩაღი. სიყოჩაღე რაში გამოიხატება სიყოჩაღე? სიყოჩაღე გამოიხატება. ყველაფერი კარგად უნდა გამოსდიოდეს. ყველაფერი კარგად უნდა გამოსდიოდეს. ესე იგი ნიჭიერიც უნდა იყოს, ხო? დიახ. კიდევ როგორი უნდა იყოს? ლამაზი უნდა იყოს და კარგად უნდა ცეკვავდეს. ესე იგი მოცეკვავე გოგონები მოგწონს? დიახ. ერთი ეს მითხარი, ახლა როგორები უნდა იყვნენ ბიჭები? აი რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეთ? სიმპათიურები, ნიჭიერები, მოცეკვავეები და მომღერლები. მოცეკვავე უნდა იყოს ყველა აუცილებლად? დიახ. რატო? სხვა რაღაც სხვა საქმეს რომ ანუ მე გითხებით ახლა ბიჭი როგორი უნდა იყოს? შემნაირი უნდა იყოს ბიჭი. როგორი შენნაირი, შენ როგორი ხარ? მარი. აი სწავლას რაც შეეხება, უნდა სწავლობდნენ კარგად. უნდა სწავლობდნენ კარგად სკოლაში. როგორიც მე ვარ, ისეთები უნდა იყვნენ. ესე იგი შენ ხარ ესეთი საუკეთესო და კარგი ბიჭი, მაგის თქმა მინდა. დიახ. დედიკოს არ აბრაზებს სახლში. არა. კარგად სწავლობ სკოლაში. დიახ. დანიელ, მითხარი ახლა შენი სამომავლო გეგმების შესახებ. მაგალითად დიდი რო გავიზრდები? აი თუნდაც უახლოესი გეგმების შესახებ მითხარი. მინდა რომ თეატრალურზე შევიდე, იმიტომ რომ კარგად გამომდის მსახიობობა. ძალიან მოგიხდება ნამდვილად სიმპათიური ბიჭი ხარ და მოხვდები სცენას. და სხვათა შორის არტისტიზმიც კარგი გაქვს, როგორც ვხედავ. საუბარიც ბევრი შეგიძლია, ხო, კარგად ჭიკჭიკებ. მინდა წარმატებები გისურვო და კიდევ აქვე მითხარი, ქართული ცეკვა როგორ მოგწონს? ცეკვაზე დადიხარ? ქართული ცეკვა ძალიან კარგია და მარტივია და დიდი რო გავიზრდები, ჰიპ-ჰოპზე შესვლასაც ვაპირებ. ესე იგი ჰიპ-ჰოპსაც უნდა დაეუფლო. დიახ. უამრავ წარმატებას გისურვებ ჩემო ნიჭიერო დანიელ და მოდი შეგვისრულე სიმღერა მოგიტაც ქალავ. დანიელ პიტერი, სტუდია ბემბი, სიმღერით მოგიტაც ქალავ.